გამარჯობა, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის იმ შემთხვევაში, თუ არის თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც გაინტერესებთ თქვენზე რას ფიქრობს და არ იცით. ხოლო ამ შემთხვევაში ეს ვიდეო არის თქვენთვის. ნახოთ პირდაპირ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრები და არ ნახოთ ტრადიციულად სიგნიფიკატორი კარტი. იფიქრეთ თქვენს ადამიანზე, წარმოიდგინეთ ვიზუალურად, იმეორეთ მისი სახელი გულში და ნახოთ სავარაუდო ფიქრები, ეს არის რა თქმა უნდა საჯარო გაშლა, არ არის აუცილებელი რომ იყოს 100%-იანი დამთხვევა, ეს არის ასე ვთქვათ ალეგორიული კითხვა. არქეტიპული და ალეგორიული, ასე ვთქვათ. კარგით. რას ფიქრობს თქვენზე, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? ფიქრები ნამდვილად აქვს ერთფასებო. ნიშნულობა არ აქვს, თქვენ ამ ადამიანთან ურთიერთობა გაქვთ ამ მომენტში, არ გაქვთ, ამას არ აქვს ნიშნულობა. ის თქვენზე ფიქრობს, შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ფიქრობს ადამიანი და აქედან გამომდინარე ვამბობ ასე, ის თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენ ხართ სანიმუშო, თქვენ საერთოდ ვერავინ ვერ შეგედრებათ, ვერაფერში, ვერც გემოვნებაში, ვერც აზროვნებაში, ვერც ცხოვრების წესში, თქვენ მართავთ თქვენ ცხოვრებას, სტრუქტურა გაქვთ ჩამოყალიბებული და მიყვებით მშვიდად თქვენს მიერ დადგენილ წესებს. ის, ვიცით როგორ არის, ის მას სურს თქვენს ადამიანს, თქვენს მიერ ჩაფიქრებულს, რომ რაღაც გავლენა კონდეს თქვენზე. მისი სურვილია, რომ მოახდინოს მან, ასე ვთქვათ, ზეგავლენა იმაზე, რომ თქვენც იფიქროთ მასზე. კიდევ რას ფიქრობს თქვენი ადამიანი თქვენზე? ძალიან ენატრებით, ნახეთ თვითფასებო. ეს არის 6-იანი თასი, ვინც მნიშვნელობა არ იცით, შეგიძლიათ დაგუგლოთ ან ChatGPT-ს კითხოთ, რას ნიშნავს, როდესაც ამოვა 6-იანი თასის შეკითხვაზე, რას ფიქრობს თქვენზე ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ მასზე ენატრებით. მას აქვს გრძნობა თქვენს მიმართ, უნაზესი გრძნობა. კიდევ რას ფიქრობს თქვენი? ფიქრობს, რომ ურთიერთობა არ არსებობს, ურთიერთობა დასრულებულია. და ეს არის მისთვის ტკივილი. ეს არის მისთვის დაცემა. კიდევ რას ფიქრობს ეს თქვენზე? ვიზეც თქვენ ფიქრობთ? ფიქრობს, რომ შესაძლებელია მომავალში ისევ გადაიკვეთოს თქვენი გზები. ოღონდ ეს არის შორეული მომავალი. ასევე ფიქრობს იმასაც, რომ ამაზე ფიქრში, რომ თქვენი გზები ისევ გადაიკვეთება, შეიძლება იმდენი ხანი გავიდეს, რომ დაბერდეს ადამიანი. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე კონკრეტულად? ფიქრობს, რომ თქვენ იმედგაცრუებული ხართ. თქვენ, ასე ვთქვათ, თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაც იყო ამ ურთიერთობაში არასერიოზული. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მშვენიერი და ასე ვთქვათ, თქვენ გახალისებდათ ეს ურთიერთობა, მაინც თქვენ ამან მოგიტანათ იმედგაცრუება და ამიტომ თქვენ აირჩიეთ
საკუთარი თავი. კიდევ რას ფიქრობს? ძალიან ნანობს ძვირფასებო ნახეთ. რას ნანობს კონკრეტულად? ყველასთან ასე არ იქნება ძვირფასებო, რა თქმა უნდა. მაგრამ ნანობს ის, რომ უკაცრავად მომიწია დაპაუზება, განვაგრძოთ. ის ნანობს, რომ თავის დროზე არ დატოვა მან კომფორტის ზონა და არ იმოქმედა. ის ნანობს უმოქმედობას, მას უნდა ემოქმედა, მას უნდა აეღო ხელში სადავეები, პასუხისმგებლობა. ნაცვლად ამისა, მან აირჩია რაღაც მცირე გამარჯვებები, მისი, ასე ვთქვათ, მიღწევები, რომ რა მიღწევებმაც მას არ მიანიჭა რეალურად სიამოვნება და ის ამას ნანობს, რომ იმ დროს, როცა უნდა აირჩია მოქმედება თქვენსკენ, მან აირჩია საკუთარი რაღაც მიღწევები, რომელიც იყო მოკლევადიანები, ასე ვთქვათ. ამას ნანობს. კიდევ რას ფიქრობს, ნახოთ. კიდევ ფიქრობს, რომ ამ არჩევანმა, რაც მან გააკეთა, ასე ვთქვათ, მას მოუტანა, ეცით რა მოუტანა, გადატანითი მნიშვნელობით შინაპატიმრობა, ასე ვთქვათ, მოუტანა რაღაც ხორბლის მდგომარეობა. მდგომარეობა, როცა ის მოქმედებს, გახსნილია მოქმედებაში, თუმცა ეს მოქმედება მას სიამოვნებას არ ანიჭებს. მას აქვს უძელობა, ის ძალიან ბევრს ფიქრობს მომავალზე ძირითადად, თუმცა წარსულზეც ფიქრობს იმ კუთხით, რომ აი რა არ უნდა გაეკეთებინა. თქვენ ხართ მისთვის საყვარელი ქალი, თქვენ ხართ მისი სიყვარული. ოღონდ ფიქრობს, რომ თქვენ არ ხართ მარტო, შესაძლებელია თქვენ გვერდით მან არ იცის ყავთ თუ არ ყავთ ვინმე, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ თქვენი გულის მოსანადირებლად იბრძვის არაერთი ადამიანი და მას ეშინია ამ კონკურენციაში შესვლა. იმიტომ რომ ახლა სხვა, ასე ვთქვათ, სხვა გასაჭირში, ასე ვთქვათ, ადამიანი. გასაჭირი ამას არ ქვია, რა თქმა უნდა, შეიძლება ისე კარგად არ ვთქვათ, ფინანსურად და ასე შემდეგ, მაგრამ ემოციების კუთხით ადამიანი არის თითქოს გალიაში გამოკეტილი. მხოლოდ ემოციების კუთხით ძვირფასებო. კარგით, კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? დარწმუნებულია ეს ადამიანი, რომ თვითონ არის თქვენი წარსული. რატომღაც? შეიძლება თქვენ ასე არ თვლით, მაგრამ ის თვლის ასე. ამაში არის დარწმუნებული და თქვენ რას ფიქრობთ, მან არ იცის. ის არ არის დარწმუნებული, თქვენ საერთოდ მასზე ფიქრობთ თუ არა. მისი აზრით, თქვენ ცხოვრებაში არის თქვენი შესაფერისი ღირსეული ადამიანი. ამიტომ მას თქვენ მოიაზრებთ თქვენს წარსულში. თუმცა ის არ აპირებს დანებებას, ასე ვთქვათ, და მომავალში აპირებს მოქმედებას, რაღაცას ის ელოდება, შეიძლება რაიმე დროის გასვლას, თუ სხვა ქვეყანაშია რაღაცა შეიძლება დოკუმენტს ელოდება, საბუთს, რაღაცას ელოდება, რის შემდეგადაც გაეხსნება მას გზა თქვენსკენ. ასე თვლის რატომღაც ეს ადამიანი. კარგით, კიდევ ერთი კარტი ამოვიღოთ და ამაზე დავასრულოთ. კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ შანსი ისევ მიეცემა აუცილებლად. ესე იგი, ოპტიმისტია თქვენი ადამიანი. მე მას ვუსურვებ წარმატებებს, ასევე თქვენ წარმატებებს და შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში.